სირიაში ცოტა ხნის წინ მოხდა გადატრიალება. ასადის მთავრობა დაემხო და სირიის ტერიტორიას გარე და რეგიონული ძალები ინაწილებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება, რომ საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ. სირიაში მიმდინარე მოვლენების ასახსნელად აუცილებელია კონტექსტის გააზრება. სხვანაირად ვერც პაზლს ავაწყობთ და ვერც დიდ სურათს ვერ დავინახავთ. ჩვენი დღევანდელი ვიდეო დაყოფილი იქნება 7 თავად. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება ვაშინგტონიდან. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ამერიკის ადმინისტრაციაში ახალი საგარეო პოლიტიკის დოქტრინა ყალიბდება, რომელიც ვრცელდება აღმოსავლეთ ევროპაზე და ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე. სირიის დესტაბილიზაცია ზუსტად ამ გეგმის გაგრძელება და ნაწილია. ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური სურათის რეფორმატირების გეგმა, ანუ რაც იყო იმ წესრიგის წაშლა და სრულიად ახალი წესრიგის შექმნა, მას შემდეგ იწყება, რაც 1996 წელს ხელისუფლებაში ისრაელში მოდის ნეთანიაჰუ. 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ პენტაგონთან თანამშრომლობით ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური წესრიგის ცვლილების გეგმაზე მუშაობა დაასრულა. ეს გეგმა მზისიანთლეს ვერასოდეს იხილავდა, რომ არა ნატოს ძალების წარმომადგენელი და მეთაური ევროპაში და ნატოს გენერალი ვესლი კლარკი. ვესლი კლარკი 2007 წელს მიცემულ ინტერვიუში ყვება და იხსენებს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მას პენტაგონიდან დაურეკეს და მისვლის შემდეგ თავდაცვის მდივნის ოფისიდან წამოსული კლასიფიცირებული და გასაიდუმლოებული დოკუმენტი გააცნეს, რომელიც ფორმალურად მიზნად ისახავდა ტერორისტთა ბრძოლას, მაგრამ რეალურად ჩანაფიქრი იყო ახლო აღმოსავლეთში ამერიკისთვის მიუღებელი პოლიტიკური რეჟიმების დამხობა და დემონტაჟი. როგორც ვესლი კლარკი ამბობს, ბუშის ადმინისტრაციის გეგმა ასე გამოიყურებოდა. 5 წელში 7 მუსლიმური რეჟიმის დემონტაჟი და დამხობა უნდა მომხდარიყო. პირველ რიგში ერაყის, შემდეგ სირიის, სუდანის, სომალის, ლიბიის, ლიბანის და ბოლოს ირანის. ამ გეგმის გაცნობის შემდეგ პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კლარკს უთხრა, რომ ერაყში ინტერვენციის გეგმაც უკვე დამტკიცებული იყო. კლარკის კითხვაზე თუ რა შუაში იყო საერთოდ ერაყი 11 სექტემბრის ტერაქტთან, პასუხად მიიღო: არ ვიცი, ალბათ თავადაც არ იციან რა მოხდა. პენტაგონმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ალ-ქაიდასა და ერაყის მმართველ სადამ ჰუსეინს შორის ვერანაირი კავშირი ვერ დაადგინა. ვიმეორებ, ვერანაირი, ვერც სამხედრო კამპანიამდე და ვერც კამპანიის შემდეგ დღემდე. მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, ერაყში ინტერვენცია დაანოსდა და საბაბად სადამის არსენალში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა დასახელდა. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, საიდან გაჩნდა ის წარმოდგენა, რომ სადამს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა და ვინ უწევდა ამ იდეას ლობირებას. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ 9/11-ის შემდეგ 2002 წელს ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლა ამერიკის კონგრესის წინაშე. ამ მომენტში ნეთანიაჰუ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 22 წლის წინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლა ამერიკის კონგრესის წინაშე. თუ სადამის რეჟიმს დავამხობთ, გარანტიას გაძლევთ, რომ ამას უზომოდ დიდი და პოზიტიური რეზონანსი მოჰყვება რეგიონზე. ვფიქრობ, როდესაც ირანის ახალგაზრდობა სადამის დამხობას დაინახავს, იტყვიან, რომ სადამის მსგავსი დესპოტური რეჟიმების დრო წავიდა. კონგრესმენმა ნეთანიაჰუს კითხა, რა უმაგრებდა მის ამ ვარაუდ სურგს, რადგან ამერიკის ინტერვენციას ავღანეთში სამეზობლოში დომინოს ეფექტი არ მოჰყოლია. ნეთანიაჰუს ლოგიკით კი, ავღანეთში შეჭრის შემდეგ სხვა ქვეყნებში შიდა დესტაბილიზაცია და არეულობა უნდა დაწყებულიყო, რაც არ მომხდარა. ნეთანიაჰუმ 1996 წელს თავისივე გამოცემული წიგნიდან ტერორიზმი, როგორ გაიმარჯვებს დასავლეთი, გამოთქმული მოსაზრება მოიშველია. ტერორისტთან საბრძოლოდ ერთადერთი გზა პოლიტიკური რეჟიმების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვების დაგროვება. ყოველი მორიგი გამარჯვება უფრო მარტივი იქნება. ჯერ ავღანეთი, შემდეგ ერაყი, მესამე გამარჯვება კიდევ უფრო მარტივად მიიღწევა. გამარჯვებების ციკლი კი ნელ-ნელა რეგიონს შეცვლის. მოკლედ, ტერორისტულ ორგანიზაციებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, პირდაპირ პოლიტიკური სისტემები უნდა დავამხოთ.
ამ მომენტისთვის ნეთანიაჰუ უკვე თითქმის 10 წელი იყო, რაც იჟინებდა და ამტკიცებდა, რომ სადამს თავის არსენალში მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. ჯერ კიდევ 1992 წელს ნეთანიაჰუ ამერიკის კონგრესის წინაშე წარდგა და ამბობდა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს 3-დან 5 წელში განავითარებდა. ნეთანიაჰუს საბოლოო მიზანი რეგიონში ისრაელის ცალსახა დომინაციის მიღწევა იყო და სხვა ყველა პოლიტიკური სტაბილური სისტემის დემონტაჟი და დამხობა. ამერიკას კი რეგიონში 3 მთავარი მიზანი ჰქონდა. პირველი ეს იყო მართვადი ქაოსის შექმნა და ამ მდგომარეობაში რაც შეიძლება მეტი მოგების ნახვა და თავისი გავლენების გაფართოება. მეორე ეს იყო ბუნებრივ რესურსებზე დაპატრონება და მესამე თავისი მთავარი სატელიტისთვის ისრაელისთვის პროტექტორატის გაწევა. 5 წელში 7 პოლიტიკური რეჟიმის დამხობის გეგმის მთავარი ინსპირატორი თუ ნეთანიაჰუ იყო, ამერიკის ადმინისტრაციაში ამ გეგმას 2 მთავარი შემოქმედი ყავდა: სახელმწიფო მდივანი დონალდ რამსფელდი და მისი თანაშემწე პოლ ვოლფოვიცი. რამსფელდის კარიერა ზუსტად ერაყში ინტერვენცია შეეწირა. 2006 წელს მას თანამდებობის დატოვება მოუწია. რომ არა ნატოს გენერალი უესლი კლარკი, ეს გეგმა სააშკარაოზე ალბათ ვერასოდეს გამოვიდოდა და ვერც იმას დავინახავდით ესე აშკარად, რომ სირიის დესტაბილიზაცია ამ გრძელვადიანი გეგმის ნაწილი იყო. ამ გეგმის ლოგიკის გაგრძელება იყო ობამას ადმინისტრაციის დროს 2012 წლიდან 17 წლამდე CIA-ის მიერ ჩატარებული გასაიდუმლოებული ოპერაცია ასადის რეჟიმის დასამხობლად, რომელსაც ტიმბერ სიკამორი ეწოდება. ამ ოპერაციის ფარგლებში ამერიკელები CIA ამარაგებდა ჯიჰადისტებს შეიარაღებით, წვრთნიდა მას და აფინანსებდა. შედეგად იარაღის შავი ბაზარი ახლო აღმოსავლეთში საგრძნობლად გაიზარდა. მთლიანობაში CIA-მ ოპერაციაში 1 მილიარდი ჩაასხა, თურქეთი და საუდის არაბეთის ჩართო, მაგრამ ოპერაცია საბოლოოდ წარუმატებელი გამოდგა. ოპერაციის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ 2016 წელს გახდა და დღესდღეობით ობამას ადმინისტრაციისთვის ეს ყველაზე დიდ სტრატეგიულ მარცხად მიიჩნევა. ცოტა ხნის წინ კი ვიხილეთ უნაკლოდ ორგანიზებული რეჟიმის ცვლილების 11 დღიანი ოპერაცია სირიაში, რითაც ასადის 3 წლიანი წინააღმდეგობა დასრულდა და პანდორას ყუთი გაიხსნა. ასადის სეკულარული მმართველობა დასავლეთის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი ჯიჰადისტების ხელისუფლებით ჩანაცვდა. სირიაში ჩატარებულ ოპერაციას ზურგს თურქეთი, ისრაელი და დასავლეთის სპეცსამსახურები უმაგრებდნენ. მათ გაწვრთნეს, შეაიარაღეს და სადაზვერო ინფორმაციით ამარაგებდნენ ჯიჰადისტებს. უშუალოდ ველზე კი ტერორისტულმა ორგანიზაციამ თაჰრირ ალ-შამმა იმუშავა. სირიის არმიამ უარი თქვა ბრძოლაზე. გენერლებიც გვერდით გადგნენ და ასადის დანებდა. მას ერთხელაც არ მიუმართავ საკუთარი მოსახლეობისთვის და ბრძოლისკენ არ მოუწოდებია, რაც პირველად მოხდა. კიდევ უფრო დასაფიქრებელია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. მან მოახლოებული სახელმწიფო გადატრიალების ოპერაციის შესახებ ასადს ინფორმაცია 2 თვით ადრე მიაწოდა, მაგრამ ასადის რეჟიმმა არანაირი პრევენციული ზომა არ მიიღო და ეს ინფორმაცია უბრალოდ დააიგნორა. როდესაც ტერორისტების ლიდერმა ალ-ჯოლანიმ დასავლეთ ალეპო დაიკავა, ირანი ელოდა, რომ ასადი დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ასადმა ირანს არ მიმართა. მოკლედ, ასადის მთავრობა დაემხო და ჩაანაცვლეს დასავლეთიდან მართულმა ჯიჰადისტებმა. ამბოხებულების ლიდერი ალ-ჯოლანი ჯერ ალ-ქაიდას წევრი იყო, შემდეგ ალ-ქაიდას სირიული ფრთის ალ-ნუსრას ლიდერი გახდა და ბოლოს ტერორისტული ორგანიზაციის თაჰრირ ალ-შამის სათავეში მოიქცა. ალ-ჯოლანი დღემდე ტერორისტთა სიაშია. 2017 წელს FBI-ის მასე ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ამის მიუხედავად, ბრიტანეთმა მას უკვე 50 მილიონის დახმარება გადაურიცხა და მთელი დასავლეთი თანამშრომლობს მასთან. აი ტერორისტებთან რომ დასავლეთი არ თანამშრომლობს, ეს პრინციპი უმალ ყველას დაავიწყდა. დასავლურმა მედიამ ტერორისტი ალ-ჯოლანი დავარცხნა, რებრენდინგი გაუკეთა და ამბოხებულების ლიდერად შეფუთა. ალ-ჯოლანი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ სირიის მთავარი მტერი ირანი და ჰეზბოლაა, არადა ტრადიციულად მთავარი მოკავშირეები იყვნენ და ასევე განაცხადა, რომ ისრაელთან ბრძოლას არ აპირებს.
იმის მიუხედავად, რომ ისრაელი დამასკოდან 20 კილომეტრშია. აქვე დაამატა, რომ სირია თავისუფალი ბაზრის მოდელზე გადადის და ღია ყოველგვარი ინვესტიციისთვის. ალჯოლანიმ დამასკოში ბრიტანეთის ახალი საელჩო გახსნა და 13 წლის მერე პირველად თურქეთმა დიპლომატიური მისია განაახლა სირიაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა, ვის ინტერესებს ემსახურება ახალი ხელისუფლება. სავარაუდოდ ასადმა სიტუაციაზე კონტროლი თვეებით ადრე დაკარგა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის, რომ სირიას გაცხადებული პოზიცია ჰქონდა, რომ ბრიქსში შესვლა სურდა, მაგრამ ამის მიუხედავად ოქტომბრის ბრიქსის სამიტს არ დაესწრო. ეს კი ბოლო წლებში ასადის საგარეო პოლიტიკის ცვლილების გაგრძელება იყო. ასადი ირანსა და მის წინააღმდეგობის ღერს განუდგა და საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის მონარქიებისკენ გადაიხარა. ასადმა ირანის გარდა თურქეთთანაც დაბლოკა კავშირები და ბოლომდე უარს ამბობდა ერდოღანთან პირდაპირ დიალოგს. ასადის მთავარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო, რომ რეგიონის მთავარ ძალებთან თანამშრომლობის ნაცვლად თურქეთთან, საუდის არაბეთთან და ირანთან არჩია, რომ მხოლოდ საუდის არაბეთთან ეთანამშრომლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია შენ სამეზობლოსთან კონსტრუქციული დიპლომატიური ურთიერთობები. იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვათ, თორემ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფით დასრულდება. ამასობაში ერდოღანმა მომენტით ისარგებლა. რუსეთი უკრაინაში ომის დასკვნით ფაზაში შედის. ამერიკაში ძალაუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ზუსტად ამას შექმნა გეოპოლიტიკური ფანჯარა თურქეთისთვის თავისი გავლენების გასაფართოებლად. ერდოღანის მაკიაველური და პრაგმატული სახე კიდევ ერთხელ გამოვლინდა. ერთი მხრივ ღაზაში ომის დაწყებიდან პალესტინელებს სოლიდარობას უცხადებდა, რადიკალური ანტიისრაელური რიტორიკა ჰქონდა, ნეთანიაჰუს გენოციდში ადანაშაულებდა და ჰიტლერს უწოდებდა. მეორე მხრივ პრაქტიკაში ისრაელთა ვაჭრობა გააგრძელა, მათთან ერთად კოორდინირებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რითაც ჰამასი და ჰეზბოლა გაწირა და ანუ ნეთანიაჰუს საქმეც გააკეთა. ამასობაში კი გარე ძალები სირიის ტერიტორიას ინაწილებენ და ბუფერულ ზონებს ქმნიან. დასავლეთი ტრადიციულად ამერიკას დარჩება, ჩრდილოეთს თურქეთი გააკონტროლებს, აღმოსავლეთს კი ისრაელი. ერთი დიდი ისრაელის იდეის გატარება შეეცდება, მეორე დიდი თურქეთის. სირიის დესტაბილიზაციით ირანის წინააღმდეგობის ღერძი საგრძნობლად დასუსტდა. სწორედ სირიაზე გადიოდა ჰეზბოლასთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი. რუკასაც რო შეხედოთ, მიხვდებით, ირანის ძალის პროექცირებისთვის სირია უმნიშვნელოვანესი რგოლია დერეფანში. ჰეზბოლასა და ირანს შორის სახმელეთო ხიდის მორღვევა ისრაელს ხელფეხს გაუხსნის. აღარც ღაზას დატოვებს, სირიის ტერიტორიასაც შემოიერთებს და ჰეზბოლასაც უფრო ხისტად შეუტევს. ისრაელმა სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის თავდაცვითი სისტემები დაახლოებით უკვე 6-ჯერ დაბომბა და ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალი სრულად გაანადგურა. თუმცა შორეულ პერსპექტივაში ვერც თურქეთი და ვერც ისრაელი ვერ გამოვა გამარჯვებული. ისინი თავის საზღვრებთან ქაოსს მიიღებენ და მალევე აღმოაჩენენ, რომ ეს მართვადი ქაოსი არ არის. ზოგადად ტერორიზმის ისტორია ასეთია. ესეთ ორგანიზაციებს როცა ქმნიან, ყოველთვის გადიან კონტროლიდან. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთმა არჩია, რომ რესურსები არ გაფანტოს, მაქსიმალურად კონცენტრირდეს უკრაინის ფრონტზე და იმასაც კი განიხილავს, რომ უარი თქმას ხმელთაშუა ზღვის პორტზე, ტარტუსის ბაზაზე. თუმცა შეიარაღების ნაწილი უკვე ლიბიაში გადაიტანა და ამ პროცესებზე პასუხად რუსეთმა სირიას ხორბლის ექსპორტი შეუჩერა. ყველაზე დიდი გამარჯვებული ამ პროცესებიდან შესაძლოა კატარი გამოვიდეს. ასადის მთავრობა კატარი ევროპის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას აქამდე ბლოკავდა და სწორედ ამიტომ აფინანსებდა კატარის სირიაში ჯიჰადისტებს. კატარი ევროპის მილსადენი ევროკავშირისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი პერსპექტივაა. იაფი კატარის გაზი შესაძლოა რუსეთის ალტერნატივა გახდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა სირიაში სტაბილიზაციის მიღწევა. ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციის დროს შემუშავებული გეგმის მიხედვით შემდეგი სამიზნე ერაყია, სადაც ომისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია და სირიის საზღვართან სანგრები გათხრილია. ამ გეგმაში შემავალი 7 სახელმწიფოდან 6 ფაქტობრივად უკვე განადგურებულია. საბოლოო სამიზნე ირანი და ირანის ბირთვული ობიექტებია. 5 წელში 7 რეჟიმის განადგურების გეგმა დასასრულისკენ მიდის.